ეხა ამის ატანა არ გინდა აკედა. აბა, გვარი გვეწეროს. სახში ფშია ჩაი და გარაქიანი ბურიმი დაღმართზე მაგარი დარაზგონებული მოვდიოდი და მამის მოვკვდით. შევაღეთ ჭიშკარში შევედით. სახეზე რატომ აქვს სისხლიური? რატმა დისციპლინას ნილილო აუტობუს ყვილაც მინდა. აგზურა ხელს არ გადაგეკიდე, არაფერი არ იქნება. ვიცი მე ვიღებ ახლა გაგა YouTube. ამარჯობა მეგობრებო, ჩვენ მივემართებით ეწყაროში, იმიტომ რომ მოტოვა. რა ხდება ახლა? ჩვენ ვდგავარ ხომისის ტრასაზე. დაახლოებით 30 წუთი დამჭა იქამდე რომ მივიდეთ და დანიშნულების ადგილას მანქანები ტესტ მზადა ორივე, 02-იც და ჩემი მანქანა მზადა. წინა ვიდეოში პრობლემა იყო ესეთი რომ ელექტროობა შეექმნა და რაღაცა მანქანა აუვიდა ცოტა, გამოვასწორეთ ყველაფერი მწყობში. არის რამე თუ არ გავჩერდა გამოყვანის მომენტში. ჩვენთან არის ჩვენი მეგობარი მომზადეთ. რასტი გავამბობთ, კეთილი იყო ტელეფონი. Სარტული თუ არის მიკროსკოპი? თანამი ოჯახი. როლიქში გამოწერა ლაიქი, შემდეგ აგრძელება ყურება. ასევე ჩვენი სოციალური ქსელები აღწერაში იქნება, გამომიწერეთ. ბატონ ნიკოლოზ არხიცა. აუზა, ხო? პატარა 4-იანი. მაგრამ არის გეგმები მდინარე გადარენა. ეხა დაახლოებით 9 საათში და დამშავ. პლუსით ჩავჩით და ფეხით ვაგრძელებთ გზას. ჩაიშალა თუ მე ჩვენა? ჰა? ჩაიშალა გადაგეკო? არა. არ ჩავშლით. ჩამოვედით როგორც ხედავთ, თემა ის ამ მეგობრებო, პრიუს დარჩა ქვემოთ და ვერ ამოყავს აქამდე. ცუდი იდეა იყო იქ ქვემოდან წამოს. პრიუსმა ჩემთან საკამსლელიო. ჰოლიკი გვინდოდა, მაგრამ თლამდენი არა, შეახედე. ესეთი სიტუაცია მეგობრებო, ამხელა თოვლიდებს ჟიგულზე. წარმოიდგინეთ, აი ხარ სახურავი. რა 1.30? შეიძლება მეტი. გეტყვი, ტყაველა არის 20-33. ვიჭირდება საშვილი, აქ არის მაშვილი. ცუდი იდეა იყო. შენ ხელთ მანები ხარ, მოდი აბა. თოლია, ნამლა თოლია. ხობა. ვაუ. ბიჭო, ის გვინდა. რეკრედი არის, ხო? ლაფატკა გვინდა. კი, ლაფატი გვინდა, ლაფეტი. დაალაკით გამოიწერეთ. თუ თოვლი გადნეს, მეგობრებო, თოვლი რომ გაიწმინდოს. ამისთვის საჭიროა subscribe. კაცმა ლაიქი, კაცმა ლაფატკა. თითო ლაიქი. როგორც ხედავთ, ძლივს ჩამოვედით აქ. ბიჭებიც აქ არიან. აბა როგორი განწყობაა? ძალიან მაგარი. როგორც იქნა რასაც ველოდით მოვიდა. ბიჭო, ნამეტანი მოვიდა პროსტა. ოღონდ ესე არ ველოდით. ხო და აი ხა გავივლით, ნახავთ რანაირად იქცევა მანქანა. ამ თოლში ვერ გავივლით. ესე რა, მოწურებულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მოედება იატაკს და გავგჭედავს თოვლი და დორნიკებიც არ მიმუშავებს და ნახოთ რას ვიზავთ. წამოაბა. 1-2 კამერამენ რა ხდება სიმონ? მაგარიაში გული. რა სიტყვი? საოცარი ექსპერიენსია. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის და თბილისში დავბრუნდები ჩვიდობით. რაღაცა მეპარება სიმონ. წავედით მეგობრებო რა, აი გავდივართ უკვე და ნახოთ რას იზავს.
ასე რა. უკან ვედებით რა. აუ, ესეც ამოწეული დარჩენია, ჩემი ბუჭნიკი. დეზადი ხურება გზავნა. ხედავ, ჯოერა. გურაც ხელის და. სვაკის აპარატი გვაქვს. კამერა გადაბრუნდა. აუ, ეხლა კარგი მოტრიალო. სად არის კალონკა? მე მოწ. ოპა, ეს გვინდა სიმონ. დავაი. აუ, კარგა, უყალა. და ბარდიულიც არ ჩანს ხო ამ თვალში? თუ არ არის ხოში. აუ, ამა twini მომითხა. აუ, რა მინდო და რას მოვკიდე იმას ხელ მაგან იმას მიქ. რაკენი. გოგო ეს რო გამეწმინდა და მაგ დროს უცე მარჯვნივ წავიდა. ახოხანი. ნილილა გავში სიბლიას არ დამუგზავდეს. აუ, ეს რუჩნი. არ მეჭებდი. საწავ. მიჭეს. პოეტი შევეცია. ფაი. გამარჯობა. თქვენ გამოიძახეთ. არ მოწყვით. ვერ აკადელი. ვერ ვასწორი, ვერა. გაჭედილი ვით. იდე, ვერ ხედა ვაფშე ვერაფერს. რას მაკეთებინო წე? აი, სწორი და წინკამო. აუ, სახში მინდა. ფშია. ჩაი და გარაქიანი ბური მინდა. ეს კაცი მეორედ გვეხმარებათ, მაიქაც ამა კაცმა გამოგვიყვანა. ეხლა აი, დაასწორე და უკან მოდი. გააჩერე აქ სადმე და წავედით რა. ვაი მე ისინიც ნახე რა ხელ იქით იჭედება თოვლი შეხედე ქვემოთ ახალ მოხვევებში დაემეში მაგრა იჭედება იქით თოვლი
და გაჩერებულზე საჭეს საერთოდ ვერ ტრიალებს. აუ გადამიერა, ეთამდე მოვიდა. ვაი. გაჩერებულზე საჭე არის ჩაბეტონებული. ჰა. მეტი ეგარი. რუჩნიკი არ გვიჭერს და დაღმართზე მაგარი დარაზგონებული მოვდიოდი და მამის მოვკვდით. რამ შევაღეთ ჭიშკარი. ჭიშკარში შევედით. სახეზე რატომ აქვს სისხლიველი? აი აქ გამეჭრა. ეს ამუჭრაც. უნდა დაგეწია. ცოტა არ დაგეწია. ისე რა დაიწია რა, მაგრამ მომენტ ეთყობა მაინც რა თოვლისთვის დაბლა არის. არ გაიმეოროთ მეგობრებო. ალ გამარჯო. აი ეს კარგ სიმაღლეზეა 0.2. 0.2. ისტორია 0.2. ხო და ჩემი ცოტა დაბალია. დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, რომ გავაგზავნოთ. რომ მოვკვდეთ გააზიარეთ. ის რა ძმა? დისციპლინას ნილილა აუშტი რომ არ დაფუქსო. ეს მეჩვენე თხილია? უნდა გადავატაროთ კრილოს, რომ გავდუტოთ ოდნავ. მოდი დაჭი. დავიდე წინ. ჩემო გამოიცალე. ეგარ. შპაკლები გაძვა. ეგარ. ეს გონაჩი. რაგინდუ? ხელით მოწოდია წერა. ერთით. ჩაჯერა რა. ხელია ბიჭო, არა, თამაშის უნდა. დიდი. აჰა. აი, всё. ერთი ორი მეგობრებო გაიდუტა? ფეხი როგორ გაგვადანოსავს? აგრად ბრატ. ფეხი აღარა გვაქვს. კი აღარა მაქვს. აი, წავედი ბენზინს ჩავას ხო და? ბენზინ ჩაასხით და ზევითავიდეთ 1-2 პავორტი არის კარგი. ჩოგინდა დაბრალმა დავით. ჟიგული რა არის არა სიმ. ბიჭო, ბანკანა იზედია რუსული, გალევიდებს გიქო. აბა, ჯვარი გვეწეროს. ცოლი. მიდი აბა. უჩ. რა შვები? მოტრიალდი მიდი. ეს შუაში დარჩა დორნიკები. აბა. ნანი. აუ, მენაიგა. Adi, ara. So. აგვიწერეს, საღოლი გამლელმა, უბრალო გამლელმა, მალადიციო და. Давай,
ცოტა ჩქარა წამოდი. ბიჭო, მანქანა მიშლის წინ რომ დავარაზმულო რა. ვაი! ხა ამის ატანა არ გინდა აკედა. ჩემი. ეს დაკენი დონალდო. ეს დაჭაიდინე. თან აგე. თორსა მაიცირეთ. ჩაუ. ბიჭო, ყველაფერი მაქვს, პროსტა ეხა აწევა გვინდა. აწევას ამდენი ვარ თავწევთ რა. ბიჭო, მესამე ნივეცი, მაგრამ იმენა რავი რა, ხო. აი ვერა მე ჩაიქე უკვე ის არის, ცუდი თულია. ესე იგი გავჩერდით პისტოპზე, მეგობრებო. ფარდები გვეყენა და უნდა გადავიყონოთ მედიუმებზე, ბიჭები წასულები არიან. ბიჭები მკითხავთან არიან. რა გვეშველება? რამე თუ გვეშველება რომ გაიგონ. იტესტება რა ვარგა რა, არ ვარგა. არაფერი არ ვარგა, არ იყიდოთ მეგობრებო. 76-ს მიაწექით ის. ყველაფერს ოღონდ რუსულს არა. იმიტომ რომ ესეთი იმეებით ან შეიძლება. თუ ვინმეს მშვიდი ცხოვრება გაქვთ, მოგბეზრდათ და პრობლემებში გინდა თავის გაყოფა, welcome. ზუსტად მასეთი ადამიანებისთვის არის მისწრება, ვიტყოდი. ბიჭო, თავარი ისაა, ვცადე და ჩემი შეჯამებით, რასაც ვუყურებ, 36 და 8 მე მივლია თოლში, ყავდა, სანამ 4 და 4-ს ვიყიდიდი და ბევრად დადის ის. თოლშიც და მშრალზეც. ხო. ანუ ეხლა რო გამოვაქანო ივლისს. ნუ აი ეხა ამას მესამეს რო ვაძლევდი. შედარება ხო და ისა. ეს კარგი აყენია, ეჭიდება თან. ხო, ეჭიდება კი. მანქანასთან არ გამოდგა ეს თან მოჭიდება და თან რაღაცა ისეთ. მაგრამ აი ესე ნაბიჯი სუსტიადილების გამოვლენით ხან ამოძრება და ბოლოს ოდესღაც მივიყვანთ იმ კონდიციამდე რომ მე არაფერი აღარ მოძრება, რავი, ალბათ ივლისს. ან რაღაც ისიციან რა ქვია, საიდუმლო ისიან რუსებმა. რუსებმა და არ ამობენ. ხო, ნუ ფაქტია რომ მანქანა გამოვიყვანეთ და არ დაიშალა, დამუშალე, მანქანით მოვედი და ფეხით უნდა წავიდეთ აქედან. რუსებმა აშკარად რაღაც იციან, რასაც არ იძახიან. მეგობრებო, ეხა თუ გავაკეთეთ, თუ არა და ეგ დაუდებ და მე აიგეთ თუ გინდათ. ადრესი ჩააგდეს. ისევ ის კაცი გაიჩით ახ. ეს კაცი მესამედ გვერდ. რა ვახართ? პაკრიშკა მოგძვრა, კაროჩე. დახმარების პონჩი? არა, მადლობა გაიხსნა. აი საქმეთირება ბიჭო, ესაა საქართველო, ეს არ გინდა, არა. ესა ერთობა, გაიგე. ავწევთ ესე დაგდებულს? სადოთ აბა? კაი კაცია იმენა, ერთ სამჯერ დაგვეხმარა. კაროჩე, არაყი მუსიკა და თოვლი არის. всё, რუსული მანქანა. სველი ვარ სამაგიეროდ, არ მინდა. დაკოგე გავთმეთ მაინც ბიჭო, დაკოგე. იმაში გათფობა ჩართული. აუ ის მიმირო არის, ხო იცის რომ გამოდის და ჩინელა რო ხდება ერიკ შვიდზე მიყუდებული. ეს გააკეთე ამაზე რომ მოიცა რა გამოდის. აი მე სუსელი ვარ. ეს მოდის და ნიკა არის ბორბალზე მიყუდებული ან რაღაცა. მომძრობა კრიშკაზე მიყუდებ. რაზე? მესამე კურსაში ვარ, ხანი რო შანსელდება. ხო, მოდი გადავ. სახელები არ მოხდა. ესე არ დგას? იქიდან უნდა გადაი. ხო, ეგ არის. ცალკე უნდა იყოს. მეგობრებო, რეევს ვაკეთებთ, გამოგვიწერეთ თო. მე ვარი პატრიკი დისკებია სპანჯბობის. შეხები ო, აუ, კი, მართლა ის ეგ რო დაბეჭდა სტიკერი ან შეღებო ან რაღაც ეგეთი, იმენა პატრიკები არის ეს. რა, ხო, ბაზარი. ვარდისფერი შორტები, რაღაც თვალები და ეგა. სად უნდა დაუდო? ბიჭო, რა ვიცი, სადმე. თუ შეეტევა თორე. აქეთ სადანგრატე გვაქვს დაჟე, ცოცხალია.
ბოლტები. აი, ესენი ალბათ. უაყარეთ ბოლტები. დავიწყეთ ესე იგი. დავაყენეთ. რა ხდება? ის თვარშებილია. რას დავაჭირეთ სიმონ ამისთან. რა გვინდოდა, კარი? დამწყდა. ვიყავი არხეინად ჩემთვის ახლა. ყველაფერი წინ არის. რა მოხდება, არავინ არ ვიცით. შემდეგი სუსტი ადგილი რა იქნება ჟიგას. ეგაა დავაყენეთ თითქმის ახლა ჩამოვწევთ მანქანას და ძალიან სუდად დგას მე მგონი დანგრადს. როგორც ხედავთ, წამოვედით კამერამენის სალამი. გამარჯობა მეგობრებო. რაციებით კონტაქტობთ მეგობრებო, აი ესე ვართ. ავედით, აბა. ბიჭო ძალიან თავზე გადავდივარ რა. ბიჭო ძალიან ვუყრით. რატო ხო, რატო? ეს კარიქსი ითამაშე. ასეტო კორსაი. კორსაი ითამაშე. ამის ფასად. აწყობ სერიოზულ სეტაპს ტრანსპორტერი რა ქვია. სახლში ხო ივლიდა ეხლა ასეტოთ. თავის მიკროფონზეა? არა. просто ის ტიტრები და გამოიწევთ სასავარი ახი მეგობრებო რომ მანქანა ამოვიყვანოთ როგორ. თვითო გამოწერა, თვითო დაჩუკი. დაყალევდა ვაფშე. დაინწრ, იქით უხვევს ეს. ვაი. იქით როგორ დგას ვაფშე? ბიჭო ვერავალ, მაინც უნდა ამოვიდე. უთხარ მომეც. ხოდა ვაფშე. არ ვიცი რაცია სადაც. ბიჭო, მაგიტო გადავარდი, პირიქით რაღაცნაირად მუშაობს. მაგით როგორ დგას? აქეთ დისკი კარგად დგას. რა კარგად დგას? კარგად დგას შეჩე. აუ, მაგიტო გადავარდი. ახუიე, წერთი პაკიშკო შადო. ბიჭო, ეს პირდაპირ უნდა ვიაროთ, ხო? გიბლი. აი მანქანა, სხვა რა გზა. აი ხარ ამენად უნდა მივიდეთ ბოქსამდე. აი იმები ეს გავიყინეთ ანჩ. ობა არ იყინეთ. რაზეც ხატემო. ვაიმე. ეობა, არაკა. გასართობად კაი. მეგობრებო, საერთოდ თუ გინდათ რომ გაიცოთ იაფაც, ალბათ ამაზე უკეთესი ვარიანტი შეიძლება არც არსებობს. არის 26. იაფი არის. არის. აი მე არ წაიღო იქ. საიდე მოხებული ხო არის? არ რაზე არ ვარ, აი რენდომად დავდივარ. თემი გვაყდება. არა სიო დაენძრა ყვილა წმინდა აგზურა აუ აღარ მინდა ამის დედასაც რა გააკეთე შენი ჩქარა. ხელზე არ გადაგეკიდოს, არაფერი არ იქნება. ეხლა ნახე რა ვქნა. მიდი მე ვიღებ ამ ყველაფერს, გაგა YouTube. Was mir ur gagak seriozuni.
რაიგე უკა როგორ დაანტო სარკად მეგობრებო არ გაიგებთ მოვიდეთ გარაში როგორღაც ძალიან წვალებით მაგას მოვედით ქვია მოგვიტანეს და დავიდეს საუბარეთ სახელმწიფო ჩვენც მოვიტანეს ძალიან ბევრი მიწვალეთ არ გაიგებ მე არ დამევა საშიგული პირდაპირ ბენზინი მოხდა პირდაპირ მომარვალ კათხე შენც გააჯმეინე და მეც გავაჯმევინე ანუ რეალურად შეიძლება არ გაფუჭდა წეღარაზე წეღარას ვუნებდა შეიძლება არ გაფუჭებულა ანუ სული მანქანა ხმას რო იგებ რაღაც კაკუნის და რახუნის და რაღაცის მწვევის და მსხვერპლის ხმას რო იგებ ესე იგი პრაქტიკულად მოდიშვა უნდა გაჩერდე თუ არ მოგძრომია ჯერ მოვიჭირო და გააგრძელო მაგრამ თუ ვერ მიასწარი ნუ მე ის პროცედურები ხდება რაც ჩვენ მოგვივიდა რომ ვარდება პატრიშკი და რაცია და დააყენა უკვე საერთო ჯამში მაინც ვერა ყველაზე გაფუჭებული პრიცი ჩესტი რო გიგი და ჩემი აზრით ყველაზე ნასიამოვნები ნიკა არის. ჩემი არის აზერი კაცი არის დღის გმირი. სადღაც გადავარდებოდი და საიდან სპაუნდებოდა, იჩიდებოდა და სიმძიმეს დილილა აუში არ დავამოწო. პირველი გადავარდნიდან უკვე ჩვენთან იყო ეგეც მაგრამ. საიდან შევა ტრანსფერია მისკებზე იყო ოპერი და თანხმობრივია ესოია სასწავლია ვიდეო ხე ანუ როგორც ასეთი გოვიდა ისე არ საიდან ბოლოს რო ვთხოვეთ დაბუქსირება, აბა კარგად ძმებო და წავიდა. 18 დისკილდა გავიცავ. სიცოცხლე მქონდა მაგას და სამი ჩამოვიჭრა. მადლობა გვერდში დგომისთვის მეგობრებო. არხი გააკეთეთ რაც თავარია თქვენ. შენი არხი განავითარეთ, ჩემო კარგო ადამიანო, მადლობა. გვერდში დგომისთვის თვითონ თქვენგანს შიგულის არენდოთ. შიგულს არენდოთ. თქვენმოთ ყვილა იცინი ხარ, შენ შიგული ხარ. ჩვენი სოციალური ქსელები აღწერაში არის გამოგვიწერეთ. აი ესენ YouTube-ს დავიცი. არა, გავაკეთე. ჯერ შიგას გავაკეთეთ, მე YouTube-ს გავაკეთე. და შენ რას იზავ? დავდე ფეცვი. ძაკაკ. კაპ მეგობრებო სახლიდან ჩაგერთეთ. დავბრუნდი, წყნარად ვარ. ასე თუ ისე გაწონასწორებული ვარ, იმიტომ რომ გუშინდელი დღე გადამოხდა დღევანდელზე, ანუ ერთი დღით გადავახტით. გუშინ ძალიან ემოციებში ვიყავი, იმიტომ რომ მანქანა მე გამაგიჟა, ცალკე ბიჭები იქით, რა, ყველა რა, ვინც იქ ვიყავით. აი ხა მოდი აგიხსნით სიტუაციას თუ რა ხდება. პირველ რიგში მადლობა იმისთვის, რომ ლადას პროექტს თვალი ადევნეთ. ეს ყველაფერი გამოჩნდა ლაიქებშიც, კომენტარებშიც, თბილი კომენტარები იყო, ყველაფერს კითხულობდი და არხის გამოწერაშიც გამოჩნდა. ჩემი აზრით, ეს პროექტი უკვე დასრულდა რა. ამ ვიდეოთი ვასრულებ ამ პროექტს. წინ საინტერესო პროექტები იქნება. ამიტომ არხი გამოიწერე, უცებ ჩადი, წკაბზარის ღილაკი, ჩაურთე რაღაცა და უცებ ეგა მოგვარდით მარტივად. ეხლა რაში მდგომარეობს ეს ამბავი? მინდა რომ ჟიგულის ამბავი გიამბოთ, რაც ვიდეოში ვერ ნახეთ და შევაჯამო ის ამბავი თუ რამდენად კარგი მანქანაა, ან რამდენად ცუდი მანქანაა. ძალიან აი просто ვიდეო ძალიან მარტივი ჩანს, მაგრამ ეს პროცესი რამდენი ხანიც გაგრძელდა პროექტი, ასე თუ ისე გაიწელა რა, მაინც ნაწილების კუთხით, ლოდინის კუთხით, აწყობის კუთხით ყველაფერი ერთად ჯამში გაიწელა. ნუ შთაბეჭდილებებს მაინც მოგიყევით თუ ჟიგულმა რა დატოვა. წინა ვიდეო ვისაც გაქვთ ნანახი, ალბათ ნახეთ ის რომ მანქანამ შრალზე მოვაცურე, ნუ რუჩნიკის დახმარებით და რაღაცა ემოციები დამიტოვა. ეხლა მოგიყვებით უკვე მანქანა თოვლში მოცურებულ მდგომარეობაში როგორ იქცეოდა. რო ჩავედით თბილისიდან, თოვლი იყო ისეთი რავი, აი მუხლზე ალბათ რავი ჩანდა რა, რამხელას განახეთ ყველაფერი დეტალურად. მაგხელა თოვლს არ ველოდებოდით რა, მაგრამ დადო. გაგვიხარდა ეს ფაქტი. რომ დადო ლიჟბი დაედო. მანქანიდან გამოვიყვანეთ, გადავწმინდეთ გზა, გამოვიყვანეთ მანქანა. მანქანა ასე თუ ისე დადიოდა, მაგრამ შევეჩეხეთ ერთ ძალიან დიდ პრობლემას. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები მეუბნებოდნენ, რომ მანქანა არ დაწიო, მე მაინც ვამჯობინე, მეთქი ნახე რა მაგარია, სტილამაზე რაღაცა ის და დავწიოთქო რა, პრუჟინები რაღაცები გადავჭრათ, ნიუს დავაყენეთ. წინ პრუჟინები გადავჭერი 2 ცალის რგოლი, არა 1.5 რგოლი მოვაკერე და დავაყენეთ ეგ და ცხვირი დაიწია. ბიჭებმა უკანა ქარხნული პრუჟინები გადაჭრეს და მანქანა დაიწია. მანქანა რომ დაიწია, შესაბამისად პრობლემა იმაში გაიჩითა, რომ იატაკი პოლი რაც არის მუცელი, ანუ აი ეს მანქანის თოვლს ედებოდა. და როგორც კი მიდიოდი და წყდებოდი პირობითად რა, აი ეს თოვლი გაჩერებდა, ანუ ერთგვარი დაბრკოლება იყო რა. თუნდაც სწორზე, ანუ არ გეგონოთ რომ მარტო მოცურებულ მდგომარეობაში. სწორზეც ის მუცელი რო ედებოდა, გაჩერებდა რა თოვლი რა და მანქანა ვერ ჩქარდებოდა.
ეგეც ერთი ფაქტორი იყო. ჩემი აზრით ეს იყო მთავარი პრობლემა, რის გამოც შეიძლება მანქანა არ დამივასა მართვის კუთხით. აი მეორედან მესამეს რო აძლევდი, უკვე აზრი არ ქონდა რა, ნუ ვიდეოშიც აღვნიშნე, რომ არ მიდის მეთქი მესამეში. ბიჭო, მესამე მივეცი, მაგრამ იმენა რავი რა, ხო. დიდი მოსახვევი რო იყო, ეგვინდოდა რომ გადაგვება ერთ მოცურებულ მდგომარეობაში რომ ასულიყავით. პლუს ამას რაც პრობლემა გაიჩითა, ანუ იმას შუშას ვერ წმინდავდი რა. და რომ მივდიოდი, ანუ თოვლი ისე ეყრებოდა, რომ რაღაცნაირად ან მავთულებით გადავაბით მერე რომ ამუშავებულიყო, ნუ მანამდე ღილაკზე იყო და ეს ღილაკი დადნა, იმიტომ რომ რელეს ავარავდოთ არ ვარგოდა და მაგან გამოიწვია ეგ ყველაფერი. ეს დორნიკები მე ჩავრთე რაღაცნაირად რთავდი, გზადაგზად, ან სრიალად თან რთავდი, რა შეიძლება ვიდეოშიც გამოჩნდეს რა. ერთი მაგის გამო ერთხელ შევარდი თოვლში და ძლივს გამოვედით იქიდან. თოვლის ამბავისის მოაგვარეთ, მაგრამ ეგეც უნდა აღმენიშნა, რომ არ გეგონოთ რომ რამე მარტივად ხდებოდა შიგულზე, იმიტომ რომ ყველაფერი გართულდა ძალიან. ჩავრთეთ ეს ისა, წკაპ და ამოვიარეთ რა და რომ ამოვიარეთ, ნუ წამოვით მეორე და მესამე მივეცი აზრი არ აქვს რა, გავუშვი. აი, ჩუსტვანოლი. ეგ ფაქტორი ეგაა, რომ თოვლი ედება იქ რაღაცა არ მუშაობს, დორნიკი, რუჩნიკის არ მიმუშავებდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ასე თუ ისე ვიარე. როს რეალებდი რა, მე ზოგადად არ ვიცი ხოლმე ზღვარი, ანუ რომ მივდივარ აი ეს არ არის ჩემ გონებაში, ეხა აქ ნელა გავივლი რა, თხლად და რაღაც რა. თუ მიდიხარ დააბიჯე გას, დააბიჯე და წადი რა. ანუ მე მევასება ეგრესია არული რა და მოზომილად არ ვიცი ხოლმე დრიფტში ეგ საქმე. ხო და აი ეგ მღუპავდა რა, სადღაც რაღაცა მონაკვეთში რო დააჭერდი და უკონტროლო რო ხდებოდა მანქანა, აი მან უკვე ტრიალდებოდი რა და ერთხელ ლამის სახლში შევედით. ნუ ფაქტორები იყო და გარემო პირობები იმისა, რომ მანქანა ვერ დადიოდა. რამდენიმე მიზეზი ხო ჩამოგითვალეთ, რის გამოც აი ამას ეს მოსდევდა, ამას ის მოსდევდა და ეს გარემო პირობები რო შევაჯამოთ, მანქანამ ვერ იარა. ნუ შეიძლება ჩემი ბრალიცაა თვითონ მანქანა ვერ მოვირგე. ყოლია 36 1 და 8 ღია ხიდით, არანაირი მოხვევით და არაფრით და მივლია თოვლში და იმენა იდეალურია რა, უკანთან ზაფხულის საბურავი მეყენა, წინ მეყენა ზამთარი. იდეალური არის. აი 36 მაგ კუთხით, თუნდაც ზამთრისთვის. არ ვიცი როგორ დადიან რუსები. ჩაარტყავენ ალბათ არახს და მიდიან და რავი დადიან. ფაქტია დადიან, მაგრამ რასაც დავაკვირდი, ალბათ ძალიან არ უნდა ჩაერიო ჟიგულსაც რა. სტოკად დატოვე, დაუყენე კრასნაიარსკი მოხვევა და ივლისს. არ უნდა წავუღო ტვინი და ალბათ ივლისს. 50-50-ია მანდაც რა. ნუ შეიძლება მე ვარ მიჩვეული სხვა მანქანას, იმას ველოდებოდი, რომ ეგეც ეგრე ივლი და არ ვიცი. ეხა გავაგრძელოთ უშუალოდ პროცესი იმისა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. ამ ყველაფრის მიუხედავად, რეებიც დაემართა მანქანას პროცესში და რაც არ მუშაობდა, დაგვემართა ერთი დიდი პრობლემა. დისკი მოგძვრა. დავაყენეთ ერთხელ. წამოვედით. საჭე იჭედებოდა კიდე. ისე აირია რა, ქვემოთ რაღაცა არ ვიცი. ერთი ესე იდგა, მეორე ესე იდგა. აქეთ აიღებდი, ერთი ესე იდგა, მეორე სწორად იდგა. საერთო ჯამში კი ხვდებით, რომ მანქანამ არ იმუშავა რა, ისე როგორც უნდა იმუშავა. ერთი ძალიან დიდი გადავარდნა იყო და იქიდან რომ ამოვედით, რაღაცნაირად წამოვედი, რომ მივდიოდი სწორად. ესე მიდიოდა მანქანა, ხან აქეთ წაიღებდა ცხვირს, ხან აქეთ წამოიღებდა ცხვირს. მაგრამ მივდიოდით. ეს პრობლემა იყო, პლუს ამას დისკი გძვრება. დამოვედით ზედაქუჩაზე და ზედაქუჩაზე როგორც კი ამოვედით, აღმართი გაიჩიტა, უკან ტყემალა დამეხმარა და რაღაცას ხტუნაობდა და რა, ძლივს ვითომ ავდივართ და გაგძვრა დისკი. რაღაცნაირად დავაყენეთ ისევ ეს დისკი, შემოუხვიეთ, ამოვედით ზემოთ და მან კიდე გაგძვრა დისკი. ახ, მან უკვე ისე მოძვრა, რომ აღარ ეჭირება ვაფშე ის ბოლტები, რაც აყენია. ვახ, რა ვქნათ, ერთი იდეა გვაქვს, რომ რაღაცა დაუდოთ და გავასრიალოთ, ცი გადაუდოთ გული ამბობდა და ეგრე გავასრიალოთ, მერე ცოტა წავიდა მოიტანა სხვა ბოლტები, იქ რაღაცნაირად გადაუჭერთ. ამას ეხა ისე ვყვები რა, რომ აი ესე ვქენი, მაგრამ იქ იმხელა პროცესი იყო და ისეთი სიტუაცია იყო, იქით ვიყინებით ხალხი, იქით რავი წყური აქვს, შია. ეს ორი ბოლტი დავაყენეთ თუ რაღაც სხვა შაგით მოიტანა და რაღაცნაირად გადაუჭირეთ. დაგვიბუქსირეს და ჩავაგორეთ ბოქსში და ბოქსში რო შევაგორეთ, რავი მეთქი იმენა, კარგად იყავი რა. ყველას დიდ მადლობას გიხდით, ვისაც თითოეული წვილი მიუძღვის მანქანის პროექტში, ვიდეოს გადაღებაში და რა ყველაფერში საერთოდ რა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ რომ ვიდეოებს უყურეთ. ეს ეპიზოდების მიხედვით არხი გამოიწერეთ და ლაიქით ეს ვიდეო.
და ეხა უკვე კადრი გადახტება იქიდან. რომ ამით ჩვენი ჩელენჯები არ თავდება, ახლა იწყება თავდავიწყება. ვიყიდე კარტინგი და ამ არხზე ნახავთ ისეთ ჩელენჯებს, როგორიც საქართველოში ჯერ არ გინახავთ. კარტინგი აქ არის, იმედია ხმა ისმის ამის ფონზე. რას გეტყოდით თქვენ ამ ამბავსთან დაკავშირებით? აი მეც მოდით ნიკას twins მოვყავ და არ ვაცდი ვიდეოს გადაღებას. ხო, გასაგებია, მადლობა ძალიან დიდი რომ ეს საშუალება მომეცა რომ ვიდეო მარტივად ჩავწერო. ნუ ვეცდები რომ გადავიყო, მაგრამ არ ამგონია დღეს მოვასწრო ეს ამბავი. კარგი, მადლობა ძალიან დიდი. არხი გამოიწერე რა ძმურად რა. მიდი უცებ ჩადით, დააჭირი ზარის ღილაკსაც და ვიდეოც დალაიქე მანდვიარ და იქვე კომენტარსაც თუ დაწერ, ვაფშე მაგარი იქნები რა. მადლობა. სანამ ვიდეოს დავასრულებ და ჟიგულის ამბავს რაც შეეხება, თურმე რულავოი იყო გაფუჭებული, ეს უბრალოდ რო იცოდეთ მაგ ამბავში. სულ ეს მინდოდა მეთქვა ჟიგულზე, всё, ჟიგული დამთავრდა, იწყება ხა კარტინგის ეტაპი და პარალელურად რაღაცა ვიდეოებსაც შემოგთავაზებთ მაგის გარდა. მადლობა რომ ბოლომდე დარჩით და უყურე ვიდეოს. გარეთ წვიმს ძალიან და ჩვენ შევხვდებით ახალ ეპიზოდში. Adios.